ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის მთავარი მოტივატორი საკითხს TBC კაპიტალმა მაკროეკონომიკური კვლევა მიუძღვნა, სადაც ნათქვამია, რომ ზრდის ძირითადი ფაქტორი წინაწლებისგან განსხვავებით ექსპორტია. საინვესტიციო ბანკი ელის, რომ წელს ეკონომიკა 7.4%-ით გაიზრდება, თუმცა ამავდროულად მაისში უახლესი მონაცემები შესამჩნევ აჩქარებაზეც მიუთითებს. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც არარეზიდენტების, ასევე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები. რა პერსპექტივაა და როგორია ქვეყნის მაკროეკონომიკური მოლოდინები, TBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია გვერდება ტრადიციულად ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. თავდაპირველად, რომ მიმოვიხილოთ ამ დროისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები როგორია და რა გაძლევთ საფუძველს, რომ თქვენი პროგნოზი 7.4%-ია წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის, წლის ბოლოსთვის უფრო ზუსტად, თუმცა მაისში უფრო მეტი მაისში არსებულმა ტენდენციებმა უფრო მეტის მოლოდინი შეიძლება გააჩინოს. რა არის მთავარი განმაპირობებელი ასეთი პოზიტიური დინამიკის და თქვენი ასეთი პოზიტიური შეფასების? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიახ, მართლაც მაისში არის აჩქარება, თუმცა აჩქარება არის აპრილის შემდეგ. მოდი ისიც ვთქვათ, რომ ყოველთვიურ დინამიკას თუ შევხედავთ, ჩვენ ყოველთვიურ ეკონომიკურ აქტივობას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, წლიურად თუ წინა თვესთან შედარებით, ეგრეთ წოდებულ 7.4%-იან სცენასთან შედარებით აპრილი უფრო დაბალი იყო. თუმცა მაისში გვაქვს გაუმჯობესება, თქვენ იცით, რომ ჩვენ ოპერატიულ ინდიკატორებს ვაქვეყნებთ, რომელიც ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ემთხოვა შემდეგ უკვე ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით. წელს მართლაც მაღალი პროგნოზი გვაქვს, თქვენ იცით, რომ ჩვენ შარშან ანუ 2026 წლისთვის დაბალი პროგნოზით დავიწყეთ, განსხვავებით სხვა წლებისგან და ამის ძირითადი მიზეზი იყო უკრაინის ომის დასრულების მაღალი ალბათობა, რომელიც მაშინ ბაზრებზე ყოველ შემთხვევაში ასე იყო შემოსება და სამწუხაროდ დღეს ხედავთ რა მდგომარეობაა. უფრო ესკალაციისკენ შეიძლება წავიდეს კონფლიქტი გარკვეული შეფასებით. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მოგვარება ნანატრის სცენარია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წმინდა ეფექტი გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება ეკონომიკაზე, განსხვავებით იმ წლებისგან, როცა ამ კონფლიქტმა გამოიწვია სავალუტო შემოდინებები საქართველოში. ხომ, ეხლა ამ ფონზე გვაქვს ისევ სამწუხარო მოვლენები, თქვენცით ახლო აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, ნეგატიური ზეგავლენა ტურიზმზე ჩვენ ხედავთ აშკარა, თუმცა ახაც პოზიტივია, რომ ბოლო პერიოდში, იგივე მაისში, ტურიზმს ჩვენ ხედავთ, რომ აღდგენის ტენდენცია აქვს, ჯერჯერობით დაახლოებით 2025 წლის დონეზეა, თუმცა უმჯობესდება, მაგრამ ამასთან გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა, ინფლაცია ზოგადად არის პრობლემა, ამ მოვლენება რა გამოიწვია ასევე, რომ გაძვირდა სასაქონლო პროდუქტები, ანუ გაიზარდა ჩვენი ექსპორტი მნიშვნელოვნად და ამ თვეების განმავლობაში, ანუ ჩვენ თუ ვიტყვით იგივე დაახლოებით ბოლოს 3 თვის პერიოდს, მართლაც ასეა, განსხვავებით წინა წლებისგან, ექსპორტია ძირითადი მამოძრავებელი ზრდის, ეს იქნება იგივე სასუქები, ფეროშენადნობები, თქვენ იცით, რომ ნავთობის ექსპორტიორი გავხდით, ანუ რეექსპორტი არის ეს თავისთავად გადამუშავება და ამანაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თავის მხრივ, აქ როგორც ყველაფერში დადებით და უარყოფითი ეფექტია, იგივე ინფლაციაზე გამოვყოფთი, რომ იგივე სასუქების თემა იცით, რომ ძალიან მტკივნეული თემაა და თუ ასე გაგრძელდა, თავისთავად ეს სურსათზე კიდევ დამატებითი მოქმედებს, თუმცა ისე და ისე ბაზრებზე რაც არის ჯერჯერობით პროგნოზები უფრო ნორმალიზებისკენ არის, ასევე დავამატებდი, რომ 2022 წელს თუ გავიხსენებთ ჩვენ, აი დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა, როდესაც სასაქონლო პროდუქტები გაძვირდა, იგივე ნავთობი, სასუქები და სხვა, თუმცა მასშტაბი რა თქმა უნდა წელს ბევრად ნაკლებია, ხო, ანუ ბევრად ნაკლებია, ამიტომ თუნდაც 1%-ის ზრდაც ინფლაციის ყველასთვის კივნეულია, მაგრამ იმ მასშტაბზე საუბარი, რომელიც
მაშინ იყო ჯერჯერობით რა თქმა უნდა სადღეისოდ არ არის. კი ბატონო, ინფლაციის ნაწილს ასევე ცალკე მიუბრუნდები, თუმცა რა როლს თამაშობს აი ასეთ პოზიტიურ დინამიკაში ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასებისას ინვესტიციების ნაწილი. თუ წინა წლებში და რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავდით საკმაოდ სოლიდურ ვარდნას, ეხლა საკმაოდ ისეთი კარგი მაჩვენებლები გვაქვს, ყოველ შემთხვევაში პირველი კვარტალის მაჩვენებლებით 47%-იანი ზრდა. რა როლს თამაშობს აი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებში და მათ შორის შეფასების ნაწილში ინვესტიციები? დიახ, რა თქმა უნდა, ეს ორი აზრი არ არის, რომ დინამიკა პოზიტიურია, თუმცა აქვე ისიც უნდა გამოვყოთ უკაცრავ ტელემოყურებელთან ტექნიკურად შეიძლება გამომდის თქვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ესე იგი, უცხოურ ინვესტიციებში ისიც შედის აი რეინვესტირებული კი ბატონო, დიახ, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მაყურებელს. დიახ, ანუ ესეც უნდა იგივე ბანკებს თუ ავიღებთ ჩვენ მაგალითად თქვენ საფინანსო სექტორი ახსენეთ და იგივე ბრიტანეთი, ამერიკელი ინვესტორები იცით რომ ჩვენთან განსაკუთრებით მსხვილი ბანკები, სხვაებიც საერთაშორისო ინვესტორებით არიან წარმოდგენილი და მათ მიერ უკვე განხორციელებული თანხის კვლავ დაბანდება ეკონომიკაში, ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში შედის. ნუ ზოგადად ამ მიმართულებით აი განსხვავებით თქვათ წინა პერიოდებს თუ ავიღებთ თქვათ 5 წლის წინ, 10 წლის წინ მართლაც უფრო მეტი იყო საინვესტიციო აქტივობა, თუმცა დღესდღეობით რაც არის მაკროეკონომიკურად სურათი საქართველოში, დავარქოთ ასე მარტივად, ფული უფრო მეტი შემოდის ჩვენთან, ხო, რეალურად, უფრო მეტიც გარკვეული გაგებით ჩვენ გავხდით საზოგადოებრივ ინვესტორი, ანუ შეიძლება ხეს ცოტა რთულად ჟღერს და რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენ მაგალითად ისით ისტორიულად სულ ქონდა სავაჭრო დეფიციტი, ხომ ასეა? ექსპორტი, იმპორტი, გზავნილები, ანუ დღეს ანალიტიკურად თუ შევხედავთ, იგივე 2025 წელი იყო პირველი წელი, ამ კუთხით რომ ჩვენ თუ ანალიტიკურ შეფასებას გამოვიყენებთ და შევაჯამებთ ექსპორტს, იმპორტს, გზავნილებს და ტურიზმის სექტორს, მათ შორის მიგრაციის ჭარბს, ჩვენ დეფიციტი აღარ გვაქვს რეალურად. ანუ ჩვენ თვისობრივად შევიცვალეთ გარკვეული გაგებით ისეთი ტიპის ეკონომიკისკენ, სადაც სავალუტო შემოსავლები გარედან, ესე იგი, ინვესტიციებისა და სესხების აღების გარეშეც ყოფნის რეალურად, ხო? რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს, რომ სულ ასე იქნება, თავისთავად იგივე უკრაინის თემა ვახსენეთ, სხვა თემებიც ძალიან მერყევ, სამწუხაროდ ძალიან მერყევ გარემოში ცხოვრობ, თუმცა მეორე გაგებით რო შევხედოთ ამას, ანუ ეს გრადობის ელემენტიც არის რეალურად, ხო, ისევე როგორც თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ოდენობით ხდება ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვება, რაც რა თქმა უნდა სამომავლოდ შესაძლოა. კი ბატონო. და რაც შეეხება ინფლაციის ნაწილს, იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალ მაჩვენებელს ველოდებით ყოველ შემთხვევაში გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, ის მოლოდინი მათ შორის, რომელიც 7.4% თქვენ გაქვთ, საკმაოდ კარგად ჟღერს. ამას ემატება საკმაოდ კარგი სურათი ინვესტიციების ნაწილში, მაგრამ ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე ბევრად მაღალია. თუნდაც ეს იყოს გლობალური ფაქტორებით განპირობებული და თუნდაც ეს იყოს ძირითადად ნავთობის სოფლიო ბაზარ, ნავთობის ფასების ნაწილით განპირობებული, რეალურად მაღალია ინფლაცია. აი ესეთ სიტუაციაში, აი ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რამდენად ხელშესახები იქნება, როდესაც ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში? დიახ, აქ მე მგონი პირველ რიგში განვარტოთ, რომ როდესაც ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ინფლაციის გარეშე ვსაუბრობთ რეალურად, ხო? ანუ ინფლაციას თუ ჩავდებთ ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე, ის კიდევ უფრო მაღალი იქნება ეს მაჩვენებელი, ანუ როდესაც 7.4-ზე არის საუბარი, ეს არის ფასების დის გარეშე რა იყო რეალური ნამატი, ხო? ეკონომიკური აქტივობის. იგივე ხელფასიც რომ ავიღოთ, ეხლა მაგალითად თუ 10%-ით იზრდება უხეშად ხელფასი და 5% არის ინფლაცია, 5%-ია რეალური ზრდა ხელფასის, ხომ ესეა? მესმის აქ ბევრსა კითხვა რომ აი სინამდვილეში ინფლაცია მეტია, ასე შემდეგ, თუმცა ეხლა მე ვერ გეტყვით რომ ნამდვილად ამის ყველა კომპონენტი 311 კომპონენტია გადავითვალე, მაგრამ ზოგადად ისიც უნდა ითქვას ობიექტურობით ვსაუბრობ ამას, როგორც ყოველთვის რომ როცა ფასები იზრდება, ეს არ არის საქართველოს ფენომენი. რახან მკითხეთ ამ თემაზე, ანუ როცა ფასები იზრდება და გეთანხმებით რომ გაზრდილია ხომ ინფლაცია გასაგები მიზნების გამო.
ჩვენ მომხმარებლები და მეც მათ შორის უფრო მეტ ინფლაციას აღვიქვამთ, ესეა ეს რეალურად, რატომ? იმიტომ რომ იგივე სამხმარო კალთა ჩვენი რაც არის 311 პროდუქტისგან შედგება, ხოშოს სახსთაც გამოქვეყნებული აქვს ეს პროდუქტები და ვისაც აინტერესებს შეუძლია რა თქმა უნდა ნახოს. ის პროდუქტი, ანუ ამ 311-დან ბევრი თუ ძვირდება, ახლა ფსიქოლოგიურად ჩვენ როცა მომხმარებელი ვართ და ვყიდულობთ სუპერმარკეტი იქნება თუ სხვაგან განსაკუთრებით ფურსას და პირველადი მოხმარების პროდუქტებს, რაც გაძვირდა, ის უფრო გამახსოვრდება, ხო ესეა? ვიდრე, ასე ვთქვათ, რასაც იგივე კი ბატონო, ანუ რეალურად ეკონომიკურ ზრდაზე ამას გავლენა არ აქვს. არა, გავლენა როგორ არის, უბრალოდ ბევრი გავლენა აქვს, ახლა აკადემიურ განხილვაში რომ არ შევიდეთ, უბრალოდ 7.4-ზე ჩვენ როცა ვსაუბრობთ, ეს არის ფასების გარეშე, ანუ სხვა ფასების ეს არის რეალური ზრდა. რეალური ზრდა რას ნიშნავს, რომ ჩვენ მაგალითად ვაწარმოეთ 1 ბოთლი ღვინისას ვთქვათ, 2 ბოთლი ღვინო, თუ ღვინის ფასი გაზვირდა, ეს უკვე ღვინის ღირებულება თუ მოიმატა გაზვირდა, ეს უკვე ცალკე თემაა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ოთარ ნადარაი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.